მოგესალმებით, ვიფასოს ფენელებო და მაყურებლებო და მეგობრებო. დღეს მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ დევიდ აიკის ვიდეო, სადაც ის ხსნის თუ ვინ არიან არხონტები, რა არის მიკროჩიპები და რა გეგმები აქვენ ჩრდილოვან სახელმწიფოს 2030 წლისთვის. ეს ვიდეო რუსულენოვანი ვიდეო ატვირთულია 27 თებერვალს. ამ წლის 27 თებერვალს. მაშ დავიწყოთ. დევიდ აიკი სვამს კითხვას საბოლოოდ საითგენ მოძრაობს კაცობრიობა, საითგენ მიიმართება. პასუხი ამ კითხვაზე ხდება უფრო ნათელი და ნათელი, იქიდან გამომდინარე თუ როგორ ვითარდება მოვლენები ადამიანურ საზოგადოებაში. და რასაკვირველია, რა გახდა დომინირებადი ძალა, რა გახდა დომინირებად ძალად ადამიანურ საზოგადოებაში ბოლო წლების განმავლობაში. ყველაფერი ხდება მომენტალურად, აჩქარების წესით, ტექნოლოგიები და რა არის საბოლოო მიზანი. იმისთვის, რომ გაერთიანო ადამიანის გონება ხელოვნურ ინტელექტთან და თუ მოხდა გაერთიანება ადამიანის გონებისა და ხელოვნურ ინტელექტისა, თუ ეს შეცდომა რასაკვირველია დაუშვეს, ხელოვნური ინტელექტი გახდება კაცობრიობის გონება, რომელშიც რასაკვირველია მე გეუბნებით, რომ არანაირი სულიერობა არ იქნება. ეს იქნება უბრალოდ ავტომატიზირებული გონება. ამ მომენტამდე ადამიანის ცნობიერებით მანიპულირებდნენ, ეს ხდებოდა ინფორმაციის გაკონტროლებით და ამ ყველაფრის ბოლო მიზანია გადავიდეთ შემდეგ დონეზე. ანუ გავაკეთოთ ისე, რომ ადამიანური ცნობიერებით შეუძლებელი ყოფილიყო მანიპულაცია. ხო, რასაც ამბობს იგივე ესმაილ პერესი და ბევრი კონტაქტორი. რადგან ეს ადამიანური ცნობიერება გახდება პირდაპირი და იმასაც, რასაც მე ვუწოდებო ტოტალიტარულ მოძრაობად, ამ მიზნისკენო ამბობს დევიდ აიკი, დღეს ნათლად ჩანა ყველგან, ამას ქვია ჭკვიანური ქსელი. გაჩნდა მხოლოდ რაღაც ახალი, რაღაც ხელოვნურად შექმნილი, ჩანერგილი ჩვენ ცხოვრებაში. გონი არაფერი, თუ არ ჩავთვლით სიტყვა smart, მაგალითად smartphone-ები, ჭკვიანური მრიცხველები, ჭკვიანი მანქანები, ჭკვიანური ტელეფონები, ჭკვიანი ტელევიზორები, ყველაფერი ჭკვიანური. და როდესაც ჩვენ ხვდებით იმას, რომ სიტყვა, ეს წინა სიტყვაობა smart, ხო, რუსულად ამას ქვია პრიставка, ანუ ქართულად ეს პრიставка, სიტყვა პრიставка ყოფილა პრეფიქსი და როდესაც ჩვენ ხვდებით, რომ სიტყვა პრეფიქსი ნიშნავს სიტყვა პრეფიქსი smart ნიშნავს და როდესაც ამას ვიგებთ, ეს ნიშნავს, რომ ეს სიტყვა პრეფიქსი smart-ი ნიშნავს გეგმას, უბრალოდ დაკავშირებულია გეგმასთან, რომლის ჩარჩოში ყველა ჭკვიანი ობიექტები, ყველა ჭკვიანი ტექნოლოგიები, ყველაფერი ჭკვიანური ტექნიკურ დონეზე ურთიერთდაკავშირებულები არიან და ქმნიან იმას, რა გეგმებით სრულდება და რაც მუდამ იგეგმება. ეს არის ფენომენალური სისტემა ხალხის გასაკონტროლებლად. ეს ჭკვიანური ქსელი შექმნილია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. შექმნილია იმისთვის, რომ გააკონტროლონ კაცობრიობის ცხოვრების ყოველი ასპექტი. და თუ დააკორდებით, ნახავთ, რომ ხელოვნური ინტელექტი გავლენას ახდენს
ჩვენი ცხოვრების მოვლენებზე და იღებს მის ავტომატიზირებულ გადაწყვეტილებებს. ლოგიკურ აზროვნებაზე დაფუძნებული. უფრო ხშირად ინერგება სამხედრო შეიარაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც მართავენ არა ადამიანები, არამედ ხელოვნური ინტელექტი. სხვათა შორის ახლა შეგახსენებთ, ცოტა გადავუხვევ ახლა თემას, ისმაილ პერესას ნათქვამი, რომ ერთ-ერთი ასეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ეწოდებოდა წითელი დედოფალი, ამ დედოფალზე იყო ჩაბარებული ხელში მთელი შეიარაღების სათავეები. ამ ხელოვნური ინტელექტის წითელი დედოფლის ხელში, რომელიც საბედნიეროდ იქნა განადგურებული. და შეგახსენებთ, რომ ამ წითელ დედოფალს ახსენებენ ფილმში ბოროტების სავანე, სადაც მთავარ როლს ასრულებს მილა იოვოვიჩი. თუ გახსოვთ, თუ გაყურები ეს ფილმი, მილას წინაშე დგება გოგონა, რომელიც გოგონა კი არ დგება, ჰოლოგრამა დგება გოგონასი და რომელიც მირას ეუბნება, წარსგება მირა იოვოვიჩის გმირის წინაშე, როგორც წითელი დედოფალი, ხელოვნური ინტელექტი წითელი დედოფალი. ახლა იგი გავაგრძელოთ. ჩვენ უფრო თუ ყურადღებას არ მივაქცევთ კი არა, თუ ამას არ მიხედავენ, შორს არ არის ის, რომ როდესაც ხელოვნური ინტელექტი გვიკარნახებსო, როგორ უნდა ვიცხოვროთო. სხვათა შორის ჩინეთში უკვე შეშობილია პროგრამა, სადაც მოსამართლეებად ინიშნება მოსამართლედ ხელოვნური ინტელექტი. და ადვოკატები როცა მიდიან სამსახურში, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთონ, ეს დამატებითი ინფორმაცია სხვა წყაროდან. მე უბრალოდ ამ თემას შევეხე და ამიტომ გეუბნებით ამას. და ადვოკატები, ეს ხდება ჩინეთში სხვათა შორის. და როდესაც ადვოკატები მიდიან თავის სამსახურის სამუშაო ადგილებზე, პირველ რიგში რაც უნდა გააკეთონ, უნდა შეატყობინონ ხელოვნურ ინტელექტს, რომ ისინი მოსული არიან თავის სამუშაო ადგილებზე და ეს უნდა ხდებოდეს ყოველ სამუშაო დღეს და თუ არ შეატყობიებენ ხელოვნურ ინტელექტს, რომ ისინი მოსულები არიან, მათ არ მისცემენ უფლებას მიიღონ მონაწილეობა პროცესში. და თუ ჩვენ კაცობრიობა არ მივხედავთ ამ ხელოვნურ ინტელექტს, ნეგატიურ ხელოვნურ ინტელექტს, გულისხმობ მე, იმიტომ რომ ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც არის აქ ახლა დედამიწაზე, არის ნეგატიური. და თუ ამ ნეგატიურ ხელოვნურ ინტელექტს დროზე არ მიხედავენ, კარნახობდეს იქნება ის ჩვენ ვიცოცხლოთ თუ მოხვდეთ. და დევიდ აიკი ამბობს, რომ ეს არის ტოტალიტარული პოლიტიკა და უფრო მოგვიანებით მე აგიხსენებთ თუ ეს როგორ მუშაობსო. ინტელექტუალური ენერგოსისტემა დაფუძნებულია ინტერნეტზე. კიო, ინტერნეტს აქვს ბევრი დადებითი მხარე, მაგრამ აგრეთვე აქვს ბევრი უარყოფითი მხარე. და ჩემი აზრით, დადებითი მხარე ინტერნეტის ეს არის თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა ინფორმაციითო. ინტერნეტს აქვს ფარული მოტივი, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალურ ენერგოსისტემასთან და ტოტალურ კონტროლთან ხალხზე. ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რომ ინტერნეტი იცვლება იმდაგვარად, რომ როდესაც მისი ყველა დადებითი მხრები, მასეთი როგორც თავისუფლება, უпроსტად თავისუფალი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, დისკუსიები, აზრები უფრო მეტად იზღუდება და ინტერნეტის ასე ვთქვათ სათავეები რჩება იმათ ხელში, ვინც აკონტროლებს ამ ქსელს. მათ როგორ გაჩნდა ინტერნეტი. ორგანიზაცია, რომელიც თლისო მის შექმნელად თავის საკუთარ თავს, ინტერნეტის შექმნას თავის თავზე იღებს ობიექტი, რომელიც და თავის თავზე იღებს, იბრალებს ინტერნეტის შექმნას სააგენტო პერსპექტიული თავდაცვითი კვლევითი პროექტების დარბა. მაგრამ
სინამდვილეში ინტერნეტი მაგათ არ შეუქმნიათ, მაგენი უბრალოდ იბრალებენ თავს ამას ახალ ინფორმაციას მე ვამბობ. ნუ ახლა დევიდ ეკმა არ დაიწყო ახლა ჩარევა იმაში ამაში ინტერნეტის დედამიწაზე მოსვლის ისტორია, იმიტომ რომ გადავხვევდა თემას. მაგრამ მე მინდა თქვენ ახლა თემიდან გადავუხვიო, თუმცა მე თემიდან არ ვუხვევ. იგივე თემას ვეხები და მინდა შეგახსენოთ, რომ იგივე ბორევის წიგნიდან, იგივე ისმაილ პრესის გადმოცემული ვიდეოებიდან და სხვა ბევრი კონტაქტორებსაც, ვისაც მე ვუსვენ, მაგრამ მე თვითონ არ გითარგმნით, რადგან მხოლოდ რაღაც ინფორმაცია გამომაქვს იქიდან, ზოგჯერ არა საჭირო მთელი ვიდეოს გადათარგმნა, რომ რაღაც ინფორმაცია მოგაწოდოთ და ამასთან დრო უნდა. მე მხოლოდ იმ ვიდეოებს წარმოგიდგენთ, რომლის მოსმენა არის, მე ვთვლი, რომ არის აუცილებელი ქართველებისთვის, ვინც არ იცის რუსული ენა და არ იციან თუ რა ხდება და არც უცხოენები იციან, მათ აქვთ უფლება იცოდნენ თუ რა ხდება ჩვენთან დედამიწაზე და საერთოდ კოსმოსში. აქვთ ამის უფლება. ისედაც დიდი ხანი ვიჯექით ჩვენ ყველანი ჭურში. მეწმუნეთ. ალბათ დამეთანხმება ბევრი ამაში. რომ ინტერნეტი მოვიდა კოსმოსიდან. თან კოსმოსში არაერთი ნეგატიური ინტერნეტი შეიქმნა. მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვუწოდეთ კვანტურ ინტერნეტს, ეს არის დადებითი პოზიტიური ინტერნეტი. მე როგორც გითხარით, ბუნებაში საერთოდ არის ბალანსი ბოროტება და სიკეთეს შორის, სინათლე და სიბნელეს შორის, თანაბრად ორივე საჭიროა, იმისთვის, ესე იგი, ცუდი უნდა გაიგო, იმისთვის, რომ კარგი შეაფასო, ხო? გავაგრძელოთ. DARPA არის პენტაგონის ტექნოლოგიური განაყოფი, რომელიც არის დაკავებული ახალი ტექნოლოგიების შემუშავებით. და DARPA ჩუქნის ბრჭყალებში ჩვენ სამყაროს მშვენიერ ბრჭყალებში გამოგონებებს. ხო, ირონიულად ამბობს ამას დევიდ აიკი, ირონიულად. ხო და ისევ ირონიულად აგრძელებს, რომ DARPA არის მშვენიერი ბრჭყალებში ორგანიზაცია, მან გვაჩუქაო ასეთი იარაღი, როგორც სიკვდილის სხივი, ამასაც ირონიულად ამბობს. მათ აქვენ ისეთი ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობით მათ შეუძლიათ მოკლანო ადამიანები და ამავე დროს ავეჯი არ დააზიანონო. წამოიდგინეთ ახლა თქვენ, მეც მეცინება მის ირონიულ საუბარს რომ უსმენ. ისი ირონიულად მოიხსენიებს DARPA-ის მიღწევებს. მე ხა თქვენ გაჩვენებთ, აი ეს არის დევიდ აიკი. DARPA-ს თუ რამე მოუნდაო, ეს არაფერ კარგს არ კარნახობსო კაცობრიობას. და თუ ისინი აპირებდნენ ინტერნეტის ჩანერგვას და ამ ინტერნეტის გადაქცევას ისეთი სახით, როგორიც არის დღევანდელ დღეს, საზოგადოებრივ, უბრალოდ ადამიანურ საზოგადოებაში რამე საზოგადოების განავითარებისთვის რამე სხვა მეთოდების ჩანერგვა შეუძლებელია, რადგან ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეცვლილი დღევანდელ დღეს მდგომარეობა ისეთია, რომ ამის შეცვლა მოითხოვს, ამის შეცვლა არის ძალიან შრომატევადი პროცესი. იმიტომ რომ ამას ებრძვიან, დღემდე ებრძვიან ამ ხელოვნურ ინტელექტს და არ უნდა განავითარებიათო ისეთი ინტერნეტი, ეს ინტერნეტი როგორიც მაგი არის და იცოდნენ როგორი იყო, არ უნდა განავითარებიათო, არ უნდა შეეწყოთო ხელი მის განვითარებაში.
ადრე ჩვენ მქონდა ინფორმაციის ცვლის თავისუფალი, უпростоრად ადრე ჩვენ შეგვეძლო ინფორმაციის თავისუფლად გაცლა-გამოცვლა. შეიძლებოდაო თავისუფალი დისკუსიებიო, თავისუფალი ურთიერთობა და ჩრდილოეთ სამყაროს რომ არ დაეშვაო ეს ცოტა თავისუფლება ურთიერთობებში ადამიანებს შორის, სხვაგვარად ვერ ჩანერგავდაო ინტერნეტს ისეთი სახით, როგორი სახით მოვიდაო ჩვენამდე, ხო? ხო და ჩრდილოეთმა სახელმწიფომ იგივე დარგმა მიცაო საშუალება ადამიანებს შეჩეუდათო ამ ინტერნეტს, შემდეგ კი, როდესაც ადამიანებისთვის ეს ინტერნეტი გახდა უკვე გარდაუვალი, ასე ვთქვათ, მექანიზმი ყველაფერში, მთელი ცხოვრების სფეროებში, ურთიერთობაში, მან უკვე შეცლა ცენზურა შემოიტანაო ინტერნეტში, უკვე დაიწყო შეზღუდვები და ეს ყველაფერი ზღუდავს ინტერნეტს. და შემდეგი ეტაპი ინტერნეტის შექმნის შემდეგ იყო ინტერნეტისთვის გაკუთვნილი ნივთების შექმნა. და ეს ყველაფერი ხდება ჩქარა. მე მახსოვსო არც ისე შორს იყო ის, რომ როდესაც მე წერდიო წიგნებს, სადაც ვართხელებდიო კაცობრიობას ინტერნეტ ნივთების შექმნაზეო. ვამბობდიო, წერდიო მის შესახებ, თუ ამ პროექტის მიღმა რა დგას. და ამჟამად ინტერნეტ ნივთები უკვე არის ჩვენ გვერდით, ჩვენ ხელში. და რას ნიშნავს ინტერნეტ ნივთები? ეს უпростоრად ნივთების ინტერნეტი. რას ნიშნავს ნივთების ინტერნეტი? ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ნივთები შეიძლება იყოს შეერთებული ინტერნეტთან. ჩვენ ახლა დღეს პლაზმური ტელევიზორებია, მე ვამბობ ამას ახლა. პლაზმური ტელევიზორი იგივე სარეცხი მანქნები, იგივე მიკრო სიხშირეებიანი ფეჩები. ყველაფერი, ჭკვიანური საათი, ჭკვიანური ტელეფონები, ჭკვიანური, ყველაფერი, რასაც უწოდებენ ჭკვიანურს, ისინი ყველა შეერთებული არიან ინტერნეტთან. იგივე ელექტრონული მტვერსაცრუტი. ჩვენ შეიძლება ამ მტვერსაცრუტით გვაკონტროლებენ უпростоრად. გვაკონტროლებენ იგივე ტელეფონებით, იგივე რა ქვია, Wi-Fi-ს რო ჭირდება, დამამწყდა, რა ქვია იმას, სამანტენიანი რომა. იგივე მაცივარი, იგივე ავტომანქანა. ყველაფერი შეერთებულია ინტერნეტს. ეს ნიშნავს კი იმას, რომ ვინც აკონტროლებსო ინტერნეტს, ის აკონტროლებსო ყველა ამ ნივთებს. და მათ მაგ ნივთებთან ერთად ჩვენც. დღეს არსებობს მილიარდი ხელსაწყოები, რომლებიც შეერთებულია ინტერნეტს და მართვადია ინტერნეტის დახმარებით და მე ვარ ცოცხალი მოწვენი ისა, თუ რამდენ ხალხს უხარიათ, რომ ასეთი კომფორტი შექმნეს მათთვის. ის, რაც მათთვის არის კომფორტი, სინამდვილეში არის დაღუპველი მათთვის, ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ ნივთებს ვიყენებთ. დამღუპველი, რადგან თანდათანობით იზღუდება ჩვენი თავისუფლება მოძრაობაში, აზროვნებაში და ყველაფერში. ახლა კიო ჩვენო გადავდივართო ინტერნეტ ნივთებიან მაპატიეთ ინტერნეტის ნივთებიდან შემდეგ სტადიაზე, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი მიზანი. ირონიით ამბობს ამას. ჩვენი მიზანიო, ანუ ამ კაბალისტების და ჩრდილოეთის სახელმწიფოს მიზანი ეს ყველაფრის ინტერნეტი. მათ შორის ამაში შედის ადამიანური გონების მართვა ინტერნეტის მეშვეობით. როდესაც ადამიანის ტვინი მიერთებულია ინტერნეტს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. ახლა კი როდესაც ყველა ამას მაგალითი მოყავს, თორემ ასე ჯერ არ არის, სამწუხაროდ არა, საბედნიეროდ.
საბედნიეროდ, მე გავიძახი საბედნიეროდ, თუმცა თუ ჭკვიანად არ ვიქნებით და თხილად არ ვიქნებით, ამ საბოლოო სტადიაზეც აღმოჩნდებით. იგენი ცდილობენ შექმნან სიტუაციას, სადაც ყველგან სადაც ინტერნეტი იქნებაო ყველგან, ესწრებოდეს იქნებაო ყველგან. Wi-Fi იქნებაო ყველგან, მაგრამ სინამდვილეში Wi-Fi ისედაც ყველგანაა. არ დარჩებაო მიწის ნაკვეთი, სადაც არ იქნებაო ინტერნეტი. ახლა კი სიმართლეს ამბობს, ჯერ არ არის მთელი ჩვენი პლანეტა ინტერნეტით გაერთიანებული. არის ძალიან ბევრი ნაწილები ხმელეთზე, სადაც ჯერ კიდე ხალხი ზის ჭურში. ამიტომ სადაც კი არის შესაძლებლობა, იქ ჩნდება Wi-Fi. Wi-Fi არის ყველგან, ავტობუსებში, მატარებლებში, ქუჩებში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დაფარო მთელი პლანეტის ზედაპირი ამ ინტერნეტის ხელსაწყოებით არ გამოვა. ამიტომ კოსმოსში აპირებენ გაშვებას 1000 და 1000 თანამგზავრებისა, რომლებიც ესე იგი ხელს შეუწყობენ ინტერნეტ კავშირებს იმისთვის, რომ მთელ პლანეტაზე იყოს ინტერნეტი გავრცელებული და რომ ამ ინტერნეტისგან შეუძლებელი იყოს სადმე დამალვა. სანამ ხალხი უყურებს გასართო პროგრამებს და უასრო პოლიტიკურ დებატებს, ხელისუფლება ის გულისხმობს, რადგან ახლა სისტემა იშლება და ფაქტიურად ძველი სისტემა და ახალი სისტემა არსებობენ ერთდროულად, ის ძველი მთავრობა ცდილობს შეიმუშაოს ისეთი ტექნოლოგიები ამ დროს, სანამ ჩვენ ერთმანეთს ვესპორებთ პოლიტიკურ დებატებში, ეს ძველი მთავრობა ცდილობს შეიმუშაოს ისეთი ტექნოლოგიები, რომ ჩვენ მაქსიმალურად მათ მეშვეობით გავგაკონტროლოს და ყველაზე მეტ თანამგზავრებს ამ მიზნისთვის უშვებს ილონ მასკი თავისი კომპანიებით მეშვეობით. ხო, ვიღაცამ თქვა, რომ ილონ მასკი კარგიაო. არა, მე არ ვიცი ეს რომელი ილონ მასკი აკეთებს ამას, რატომ და ბევრი ილონ მასკებია, კლონებია დამზადებული, ბევრი სპეციალურად. და ეს უცნაურიაო, ამბობს დევიდ აიკი, რატომ და თვითონ ილონმა მასკმა თქვაო, რომ ინტერნეტმა შეიძლება დაღუპოსო კაცობრიობა. და ამავე დროს უშვებს თანამგზავრებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ინტერნეტის გავრცელებას. და რასაკვირველია, თუ მოხდება შეერთება ადამიანის გონებისა ხელოვნურ ინტელექტთან, ხელოვნური ინტელექტი გახდება ადამიანის გონები და ადამიანის აღთქმა. რასაკვირველია, ეს იქნება კაცობრიობის დასრულება იმ სახით, რომელსაც ჩვენ მას ვიცნობთ. მაშინ ილონ მასკო, შენ რატომ ეხმარები ხელოვნურ ინტელექტს ამაში? რატომ დაარსე შენ კომპანია ნიუ რაილინგი, რომელიც დაკავებულია ადამიანის ტვინის ხელოვნურ ინტელექტთან შეერთების შემუშავებით? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გქონდეთო პასუხი ამ კითხვაზე. და არის კიდევ კუთველი Google-დან, რომელიც ღიად აცხადებს, რომ 2030 წლისთვის ადამიანის ტვინი იქნება შეერთებული ხელოვნურ ინტელექტს. ახლა არ მინდა დავიწყებო. მე ამას მისთვის კი არ გეუბნებით, ახლა კი არ გითარგმნით დევიდ აიკის ამ თემასთან დაკავშირებით ვიდეოს, რომ თქვენ შეშინდეთ. არა, მე იმიტომ წარმოგიდგენ თქვენ ამ ვიდეოს, რომ ყველანი დავფიქრდეთ ჩვენ, თუ როგორ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ხელოვნურ ინტელექტს. არ უნდა დავუშვათ ჩვენ ადამიანებმა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გაიმარჯვოს ჩვენზე. კი, ისმაილ პერესი ამბობს, რომ მიდის ბრძოლა და ჩვენ ამ ბრძოლაში ჩვენ ისმაილ პერესმა იგიც თქვა, რომ ჩვენ შიგნიდან ჩვენ თვითონ უნდა მოვიგოთ ომი მანქნებთან. ჩვენ თვითონ შიგნიდან, ეს მოხდება შიგნიდან. შვილელი გარედან არ მოვა. ჩვენ იმიტომ დავიბადეთო აქ ვარსკვლავური თესლები, რომ შიგნიდან ჯერ გაგვეცნო თუ
როგორიაო ადამიანის ცხოვრება და შემდეგ უკვე დაგხმარებოდითო თქვენ კაცობრიობას და დედამიწას პრობლემების გადაწყვეტაში. ხო და ამიტომ გიყვებით ამას ყველაფერს რომ განახოთ რა საშიშროება იმალება ხელოვნურ ინტელექტში. და არ მიცეთ უნდა ხელოვნურ ინტელექტს გადააბიჯოს საჭირო ჯგუფს. ანუ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი დარჩეს ინსტრუმენტად და არა ჩვენ მაკონტროლებლად და ჩვენ გვიკარნახოს თუ რა ვიფიქროთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, საით უნდა წავიდეთ, რა უნდა გავაკეთოთ. ისე რეკლამირებას უკეთებენო, რომ თუ ჩვენ შევერთებით ხელოვნურ ინტელექტს, ჩვენ გახდებით სუპერ ადამიანები. ამბობს დევიდ აიკი. და თითქოს გახდებით ღმერთებივით ჩვენი ტვინიერი უნარების განვითარების გამო. მე მაქვს სხვა ხედვა ამასთან ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ არ გახდებითო სუპერ ადამიანები. ჩვენ გახდებითო ნახევრად ადამიანები. ჩვენ გახდებითო ადამიანური არსებები. ჩვენ მეტი არ ვიქნებით ხალხი იმ სახეობით, აი იმ ადამიანებთან, დღევანდელ ადამიანებთან, დღევანდელი ადამიანების გავსად. თუ ჩვენ დღეს როგორ აღვიქვამთ სამყაროდ, მასე არ იქნება, თუ ჩვენ შეგვაერთეს ხელოვნურ ინტელექტს. ხო, დევიდ აიკი ამბობს, რომ აი ხომ არის სხვადასხვა კომპანიები, ასეთი როგორც Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი შემოვიდა ახლა, კონტაქტი, Telegram-ი და ბევრი კიდე ბევრი სხვადასხვა ქვეყნებში მოწინავე ქსელები, ასე ვთქვათ, ქსელების ნაირსახეობა, იგივე მარკეტინგული ქსელები, როგორც ვაიბერი არა, მარკეტპლეისები, როგორც Avon-ი, Oriflame-ი, სამკურნალო TNC, კიდევ ბადებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ქსელური, რომელიც ჩვენ გონიათ სათავე კომპანიები, ყველა შეერთებულია ერთთავარ კომპანიასთან. ესენი მოქმედებენ ერთიან წყაროდან. უბრალოდ ჩვენ გვიგებენ მახეს და გვაშტერებენ. და როდესაც შენ ამას ყველაფერს აკვირდები და ხვდები თუ რა არის მისის მიმართულება, შენ შემდეგ წერტილებს შეამჩნევ, წერტილებს იმ გაგებით, რომ ბევრი კითხვა გაგიჩნდება. მათ ჭირდებათ საკომუნიკაციო სიძლიერე 5G. ჩვენ უკვე გვაქვს 2G, 3G, 4G. ახლა კი შემოდის 5G. იმასთან ერთად, როდესაც ჩვენ მივიდეთ წინ და ხვდებით ტექნოლოგიურად ბრჭყალებში განვითარებულები, ჩვენ ვუმატებთ სიძლიერეს. 5G ეს სხვა საქმეა, ამბობს დევიდ აიკი. და ამ 5G-ის სიხშირეული დიაპაზონი განირჩევა 4G-ის სიხშირეულ დიაპაზონთან. და ამიტომ ამ 5G-ის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე და ფსიქიკაზე რამდენჯერმე ძლიერია ვიდრე 4G-სა. 5G-ის ჩანერგვა დაწყებულია უკვე დიდი ხანია და დევიდ აიკი ამბობს, რომ ეს 5G-ის მოქმედება არ არის მეცნიერების მიერ დატესტირებული, არ არის საერთოდ არანაირი კვლევები ჩატარებული თუ როგორ მოქმედებს ადამიანზე და მონიტორინგის გარეშე აყენებენ ამ 5G-იან სიხშირეებს. არც კი იძიებენ. და ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ მაგათმაო, ვისაც არ უნდაო, რომ ამ 5G-ის მოქმედება ადამიანზე გამოიწვიონ, რომ იციანო, რა შედეგები იქნებაო. 5G-ის გარეშე შეუძლებელიაო შექმნა ჭკვიანური ენერგოსისტემა იმ დონისა, რომელიც მათ სჭირდებათ. და ეს არის კიდევ ერთი სიგნალი იმისა, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება.
და თუ რაღაცა წარმოადგენს საშიშროებას ან სისულელეს, მაგრამ მაინც უწყობენ ხელს იმისთვის, რომ ეს ჩაინერგოს, ეს ყოველთვის ხდება ვიღაცის ჩანაფიქრიდან გამომდინარე, ანუ ვიღაცას ერთს აწყობს ამის გაკეთება და არა სხვებს მრავლობითში. შემდეგ თქვენ შეამჩნევთ თუ რა დაემართება ადამიანის ენერგეტიკულ გარემოს, ანუ ადამიანის ენერგეტიკულ ველს, ან ბიოველს, როგორც მას უწოდებენ. თუ განვითარდა ჭკვიანური ენერგო სისტემა ან ტექნოლოგია. მე-20 საუკუნესთან შედარებით ენერგეტიკული ველი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, რომელშიც ჩვენ მოქმედებთ, გაფართოვდა. მილიონჯერ გაფართოვდა, რაც ასაკურელია სარისკო ადამიანისთვის. როგორც ამბობენ ექსპერტები ამ სფეროში, არასდროს კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანურ სხეულზე, ადამიანურ სხეულზე და ადამიანის გონებაზე არ იყო ესე იგი არ მოქმედებდა ამხელა დოზის რადიაცია, ანუ არ ყოფილა ის შემთხვევა მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, რომ ამხელა დოზით რადიაციას ქონოდაო ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე და ადამიანის გონიერებაზე. როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი, როგორ ამუშავებს ის მოწოდებულ ინფორმაციას. ეს ხდება ელექტროობის დახმარებით, ელექტრომაგნიტური გამოსხივების მეშვეობით. რა არის ადამიანის სხეული? ეს არის ინფორმაციის ენერგეტიკული ველი, გამოსხივების ენერგეტიკული ველი. ამიტომ, როდესაც თქვენ ახდენთ ადამიანის ენერგეტიკულ ველს, უпростად ადამიანის ენერგეტიკულ ველზე და ადამიანის ტვინზე ტექნოლოგიურად გენერირებადი სიხშირეების ზემოქმედებას ახდენთ ამ ადამიანურ ელექტროველზე და ადამიანურ ტვინზე და ეს ტექნოლოგიური სიხშირეები და ადამიანური ელექტროველიდან გამომავალი სიხშირეები არიან შეუთავსებელი ერთმანეთში ადამიანის ტვინთან და ეს ტექნიკური გამოსხივების ტექნიკური საშუალებებისგან გამომდინარე გამოსხივებები ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და იწვევს ენერგეტიკულ დისბალანსს. ეს არის ძალიან დიდი ბოროტება ადამიანის წინააღმდეგ, რადგან იწვევს ენერგეტიკულ დისბალანსს ადამიანის საინფორმაციო ველში, რომლებიც გამოვლინდება ავადმყოფობის სახით, დისგარმონიის სახით და სხვა პრობლემებით. მას რა მოხდა იმ დროიდან, როდესაც გამოჩნდა გაყიდვაში სვარცმუნები. საზოგადოება გახდა დამოკიდებული Wi-Fi-ის ტექნოლოგიისაგან. მე დავიბადეო 1992 წელსო. ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მე გავატარე ამ ყველაფრის გარეშე. ეს ყველაფერი მოხდა მოკლე ვადაში და დაიპყრო მთელი კაცობრიობა. და როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, გაიზარდაო ძალიან გაიზარდაო დეპრესიები, სუბუქი აშლილობა, გახშირდაო მოზარდების თვითმკვლელობა, ალცგეიმერის დაავადება და დემენციის სხვადასხვა ფორმები და აგრეთვე გახშირებულია აგრესიული საქციელი. ზოგი ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ დამთხოვაა? რასაკვირველი არა. ადამიანის გრძნობები და ემოციები ეს იგივე ველებია,
საინფორმაციო ველები და ეს ველები იშლება ამ ტექნოლოგიური საშუალებებით რეგენერირებადი სიხშირეების გამო და 5-ჯერ უნდათო იმიტომ რომ ამ ტექნოლოგიური ხელსაწყოებით გამომშავებული სიხშირეებს აიყვანს ყველაზე მაღალ დონეზე და ისინი ვინც დგას ამ ყველაფრის უკან იმათმა ვინც დგას ამ ყველაფრის უკან მშვენივრად იციან თუ სანამდე მიიყვანს ეს ტექნოლოგიები ადამიანებს და მაგიტომ იქცევიან ასე საქმეც იმაშია ყველაფერი ეს კეთება იმიტომ რომ ადამიანებზე დაიმკვიდრონ კონტროლი მოდით გავარკვიოთ თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი ამ საერთო ტექნოლოგიების განვითარება პირველს რასაც აკეთებენო იზიდავენო მოსახლეობის ყურადღებას და ყველაზე დიდი ყურადღება მათ სჭირდებათო ახალგაზრდების მხრიდან რადგან მათთვის ახალგაზრდობა არის პრიორიტეტი რადგან წლები რო გავა ეს ახალგაზრდები გახდებიან ასე ვთქვათ მივლიან ხნიერ ასაკამდე როდესაც ეს ყველაფერი სრული პროცესით განვითარდება ესე იგი მათ უნდა გააკეთონ ისე რომ ადამიანები მიაჯაჭვონ ტექნოლოგიებს პირველ ეტაპზე ჩვენ ვნერგავთ სმარტფონებს და სხვა ხელსაწყოებს რომელსაც ხალხი ატარებენ თან ისინი ცდილობენ ადამიანების ტვინებამდე მიაღწიონ მაგრამ ამის პირდაპირ გაკეთება არ შეიძლება იმიტომ რომ ხალხი კითხავს დასვამს რა ხდება ხო და ამ პირველი ეტაპის გეგმა ზუსტად ესაა ისე უნდა მოაწყონ ყველაფერი რომ თანამედროვე ახალგაზრდობამ უბრალოდ შეჯდეს ტექნოლოგიებზე გაჯეტებზე რომელსაც ისინი თან ატარებენ ეს მათ გამოვიდათ თითქმის მთელი მოსახლეობა არის დაკავშირებული გაჯეტებთან სადაც კი არ მივდივარ ჩვენ დაგვაქვს თან რა სმარტფონები აიფონები ზოგიერთებს ისიც დავთ ცოტა დიდი რომა კომპიუტერივით სულ მავიწყდება მაგის სახელი აიპოდი ხო აიპოდებიც დააქვენ თან მიმოიხედეთ მე ძალიან ბევრს მოგზაურობ არ აქვს ნიშნულობა რომელ ქვეყანაში წავალ არ აქვს ნიშნულობა რომელ კულტურას ნახავ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ბუმია მასეთ ქვეყნებში როგორც ჩინეთი ტროტუარების ნაწილს ღვობავენ იმის გამო რომ ადამიანებმა ტელეფონებით შეძლონ სიარული და ისე რომ არ შეიჯახონ ერთმანეთს ბავშვები ატარებენ მასე მთელ თავის ბავშვობას მე ვარ მოწვე იმისი თუ დედები როგორ აჩეჩებენ თავით წლოვან ორწლოვან სამწლოვან შვილებს ტელეფონებს რომ ოღონდ მაგათმა არ შეაწუხონ ადრეულ საჭმლის გაკეთება დალაგება მეორე ეტაპი უნდა ესე იგი შევიდნენ ცხეულში ანუ პირდაპირ გაგებით ხა ტელეფონი კი არ შევა ცხეულში არამედ ცხეულზე იმოქმედონ უფრო ვიტყოდი ცხეულში ჩანერგვა ხელსაწყოებისა ჩიპების სახით ჩვენ გვაქვს ასეთი გაჯეთებიო როგორც Apple, Bluetooth და ბევრი სხვა ხო და მეორე ეტაპი შედგება იმაში რომ ხელსაწყოები რომლებიც აკავშირებენ Bluetooth-თან და სხვა გაჯეთებთან ჩიპების სახით ინერგება ორგანიზმში ხომ გიყვებოდით მე გონი ვთქვი ვიდეოს საწყისში ჩინეთში მოსამართლეობა დააყენეს ხელოვნური ინტელექტი მეტრი ხალხს აჩვევენ აღიქვამ ტექნოლოგიები როგორც ჩვეულებრივი ამბავი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რადგან როდესაც შენ იბადები ამ ქვეყნად
შენ აღიქვა სამყაროს ისეთ, როგორიც არის. ჩემნაირი ადამიანები, რომელთაც აქვთ რადარი ჩემსავით, რადგან მე დავიბადე 1952 წელსო, უყურებენ ამჟამად სამყაროს და ფიქრობენ. ეს არის სიგიჟე, რაც ხდება დღეს სამყაროში. მაგრამ მათთვის, ვინც დაიბადა ახლა ამ სამყაროში, მათთვის ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი საქმე, ნორმალურობა. და ეს მაგიტომ ხდება, რომ როგორც კი ისინი ასე ვთქვათ, ახალგაზრდობას მიიზიდავენ და ისინი, ვითაც აქვთ ბუნებრივი რადარი, ფიქრობენ, რომ ეს ასეა საჭირო და ისინიც დაიწყებენ ტექნოლოგიების ხარდაჭერას. რადგან ყველა ამას აკეთებსო, ესე იგი ეს ნორმალურიაო. და ყველა გადავაო მასე ცხოვრებაზე. თითქოს. შემდეგი ეტაპი, მესამე ეტაპი, რომელზეც მე ვწერდიო და რომელსაც წინასწარ მეტყოლებდი 1991 წლებიდან, ეს გადასვლა იმ მომენტამდე, როდესაც ტექნოლოგიები გადავლიან ორგანიზმში ჩიპების სახით. ხო, ეს ჩიპიზაცია არის მესამე ეტაპი, რომელიც ახლა ხდება ბევრ ქვეყნებში. მაგრამ უფრო ჩინეთში. ჩინეთში უკვე ეს საქმე, ეს მესამე ეტაპი დადგა დიდი ხანია. იცი რა, ბევრი ტრაბახობს, ვინც ჩინეთში ცხოვრობს, რომ მე ხელით ვიხდიო მაღაზიაში, ხელით ვაღებო კარებს და ასე შემდეგ. თან მარტო ჩვეულებრივი ჩიპები კი არა, არსებობს კიდე ნანო ჩიპები, რომელსაც ჩვენი ტვინი შთანთქავს, თუ ის ორგანიზმში შევიდა. როდესაც მე შარშან გამოდიოდი შვეიცარიაში, იმ დროს, როდესაც მე გამოდიოდი იმ წელს იქ, იმ დროს ჩემი გამოსვლის პერიოდში 3000 ადამიანზე მეტმა მიიღეს ეს მიკროჩიპები. ანუ ჩაინერგეს თავის ორგანიზმში 3000 ადამიანმა, წამოიდგინეთ, ეს ცოტა არა, და ბევრმა მათგანმა აღნიშნა დროის ტარებით ის ფაქტი, რომ მან მიიღო ჩიპი. უხარიათ ხალხს. ხო, როგორც ჩინეთში, შვეიცარიაშიც ამ 3000 ადამიანს უხარიათ, რომ კარების გაღება შეუძლიათ ხელით კარებთან მიუყარებლად, ან გადახდა შეუძლიათ ხელით კასასთან მიუყარებლად. და ეს ისინი ფიქრობენ, რაფხელა პროგრესიაო წყალებში. კიდევ არის ერთი ნიუანსი ამ თამაშისა, რომელსაც ქვია გონების თამაში. შეაჩვენ ხალხი იმ აზრს, რომ ჩიპიზაციის გარეშე მათი ცხოვრება შეუძლებელია, რომ ეს აუცილებელი რამ არის მათ ცხოვრებაში, რომ ჩაინერგონ ჩიპები. იქამდე, სანამ ამ ჩიპებთან ხალხს გაუჩნდებაო ფიზიკური კავშირი, ანუ სანამ ჩაუნერგავენ ჩიპს მეთქი, ჩიპს, მაგათმა უნდა დაამყარონ ჩიპებთან ადამიანების გონება და მაპატიეთ არასწორად წარმოთქი, მაგათ უნდათ ადამიანები ფსიქოლოგიურად მოამზადონ იმისთვის, რომ მათ ამ ადამიანებმა უპრობლემოდ ჩაინერგონ ჩიპი. ხომ გამიგეთ? სხვადასხვა ხელსაწყოების დახმარებით უნდათ ადამიანები დაარწმუნონ იმაში, რომ ხელოვნური ინტელექტი არის ადამიანი, რომ ხელოვნური ინტელექტს გააჩნია ადამიანივით გონება. იდეა შედგება შემდგომში. თუ ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიური კავშირი ადამიანს და ჩიპებს შორის, ადამიანები მზად იქნებიან ჩაინერგონ ეს ჩიპები ფიზიკურ დონეზე და მიცემენ უფლებას ხელოვნურ ინტელექტს გახდეს მათი ტვინის კონტროლერი, მათი გონების კონტროლერი. იმისთვის, რომ ეს გაიგოთ, ერთი ნაბიჯი უკან უნდა დაიხიოთ, რომ ამ ყველაფერს შეხედოთ მთლიანობაში და გაიგოთ, თუ რაში შედგება საბოლოო მიზანი. საბოლოო მიზანი კი შედგება იმაში, რომ შეუერთონ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ტვინს, რომ შემდგომში ხელოვნური ინტელექტი გახდეს ადამიანის
დამავიწყდა ცნობიერება და საუბარი მხოლოდ ადამიანის სულზე არაა. როგორც იცით, არსებობენ ცხოველები და ცხოველებს გააჩნიათ თავისი რადარები, ცხოველებს გააჩნიათ თავისი ველები და რადარები, იმ ბიოლოგიური რადარების მიხედვით, მეშვეობით, ბიოლოგიური რადარების მეშვეობით, რომელიც არის ამ ცხოველების და ფრინველების საერთოდ სხეულში ჩამონტაჟებული, მათ აქვთ კავშირი პლანეტარულ რადართან, პლანეტარულ ველთან. და ამ ცხოველებს აქვთ ტვინი, რომელიც მუშაობს ელექტროდენზე. ის კი რა პირდაპირ ჩართვით. ჩვენ ორგანიზმში გადის ელექტროიმპულსები და ტვინი მუშაობს ელექტროიმპულსის მეშვეობით. მცენარეებს ფლორის წარმომადგენლებს ყველას აქვს ელექტრომაგნიტური ველები. ამიტომ დაბომბვა ელექტრომაგნიტური ველებით, რომელსაც ქმნიან ტექნოლოგიების მეშვეობით, ზიანს მიაყენებს მაგათაც. ნახეთ რა უცნაურად დაიწყენ მოქცევა ფრინველებმა, როგორ შეიცვალა მათი მარშრუტები. ეს ხდება იმიტომ, რომ მათი რადარი, რომელიც ორიენტაციას უკეთებს პლანეტის ელექტროველს, გამოდის წყობიდან ამ ტექნოლოგიური გამოსხივების გამო. იგივე დავაკვირდეთ ფუტკრებს, რომლებიც აგრობენ თავს. ეს ფუტკრები წვდებიან. ძალიან ბევრი ფუტკარი იღუპება. კარგით, მოდით მე ამაზე შევჩერდები. იქ ცოტა დარჩა ძალიან, მაგრამ თავარი მე მოვყევი. მადლობთ ყურადღებისთვის, დროებით.